შიდა ქართლი მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ემზადება. პროფესიულ დღეს მუზეუმების სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. მუზეუმის დღესთან დაკავშირებით ყველა დაწესებულება გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. უფრო კონკრეტულად კი როგორც გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ამბობენ, მათთან ღია კარის დღე დილის 10 საათზე დაიწყება და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავ სიძველებს სრულიად უფასოდ გაეცნოს. მუზეუმში დაგეგმილია გამოფენა და კონცერტი. მუზეუმის დღე განსაკუთრებულად მრავალფეროვანი იქნება უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალში, სადაც 18 მაისს ტურისტული სეზონის გახსნაა დაგეგმილი. სავაჭრო ხაზი დიდი აბრეშუმის გზა გადიოდა. აქ ჯერ კიდევ სრულიად სამუზეუმო საზოგადოება განსაკუთრებული მოლოდინით ველოდებით ჩვენს პროფესიულ დღეს და გვაქვს კიდევ საინტერესო პროგრამები ყოველთვის, იმიტომ რომ დღე იყოს დასამახსოვრებელი იმ სივრცისთვის, იმ სოციუმისთვის, სადაც ჩვენ მოღვაწეობთ. მიმდინარე წელს ჩვენი მუზეუმი როგორც ტრადიციულად, როგორც ყოველთვის ვფიქრობ საინტერესოდ აღნიშნავს მუზეუმების საერთაშორისო დღეს. ამ დღეს მუზეუმში იქნება ღია კარის დღე 10 საათიდან 20 საათამდე ჩვენ ყველა დამთვალიერებელს უფასოდ ვემსახურებით. პერიოდულად ჩატარდება მათთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი სახის ლექციები, როგორც ქართულ, ინგლისურ, ასევე რუსულ ენაზეც. ვემსახურებით, ასე რომ საინტერესო დღე გვაქვს, ასევე 2 საათზე მუზეუმში გაიხსნება გამოფენა. ეს იქნება ფოტო გამოფენა, მუზეუმის პირველი ექსპოზიციები. წარმოდგენილი იქნება ის საინტერესო ფოტო მასალა, რომელიც მუზეუმის ძველ შენობაში გახსნილ პირველ ექსპოზიციებს ასახავს. ასევე იქნება წარმოდგენილი პირველი ექსპონატი მუზეუმისა. ასევე საღამოს 8 საათზე მუზეუმში დაიწყება ხალხური და ქალაქური მუსიკისა და პოეზიის საღამო. გთხოვთ მობრძანდეთ გელით საინტერესო დღეს გთავაზობთ.